შეთანხმებული მოქმედებისთვის ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის პლატფორმა ოპოზიციური შეუთანხმებლობის ახალ მიზეზად უკვე იქცა. შეხვედრაზე, სადაც ექს-პრეზიდენტს ინიციატივის მომხრეები უნდა შეეკრიბა ნაციონალური მოძრაობა და გვარამიას პარტია არ მივიდა. მათი განმარტებები მალე სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ფუნდამენტურ საკითხზე სრული არათანამშრომლობა რეჟიმთან მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი. არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე მკაფიო და ცალსახა უარის გარეშე მეტიც. შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო, რასაც მოყვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის გახარია საქართველოსთვის უარის გამო ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო წინააღმდეგობის პლატფორმის სადამფუძნებლო დოკუმენტში. არ მიგვაჩნია გამართლებულად. პარტია ახალი მზადა იმოქმედოს კოორდინაციის რეჟიმში ნებისმიერ პროდასავლურ აქტორთან, მხოლოდ იმ დათქმით, რომ არ დარჩება არავითარი ბუნდოვანება და სივრცე ინტერპრეტაციისათვის. ორი საკითხია, რომელზეც კოორდინაცია გვექნება მათ შორის ქალბატონ სალომესთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა. ამის გარდა სხვა საკითხები ჩვენთვის რელევანტური არ არის. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას საკითხებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში. ნამდვილად არ არის ბევრი დასაკარგი დრო ცერემონიალური ფორმატებისთვის, რომელსაც ძალიან ლიმიტირებული შედეგი აქვს. ნაციონალებს ილუზორულ და ცერემონიალურ ფორმატებში დროის დაკარგვა აღარ სურთ, თუმცა უარის თქმა არც ერთობის ფორმატზე უნდათ. ეს ფორმატი კი მათ გარეშე და ექს-პრეზიდენტის თაოსნობით უკვე მოქმედებაშია. ოპოზიციასთან კოორდინაცია და პროტესტის გზით სიარული ზურაბიშვილის პლატფორმის მთავარი გზავნილია. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, ჩვენ მივდივართ მშვიდობიან გზაზე, ჩვენ მივახწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომელიც შეიძლება არსებობს ვიღაცის აზრში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ღიად დატოვებული კარის მიუხედავად წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული პოლიტიკოსების ნაწილი გარკვეული პარტიების ადგილს ამ პლატფორმის მიღმა ხედავენ. მთავარი მინიშნება ნაციონალურ მოძრაობაზეა, რომლის მხარდამჭერებიც გუშინდელ აქციაზე პატიმარი სააკაშვილის ბანერებით გამოცხადდნენ. იმის გამო, რომ აქ ცენტრში არის პროტესტი, ხალხი და ხალხის ინტერესი, აქედან გამომდინარე სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებული. მოლოდინები არაადეკვატური გააჩინა ნაციონალური მოძრაობის უსაქციელობამ და მათი პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა. ეს პროცესი თუ არ მოგწონს და ამ პროცესს თავს ესხმი, ამ პროცესში როგორ უნდა იყო. ამიტომ მე მათ ადგილს აქ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის გამოსვლა იყო კარგი, ძალიან ჩემი აზრით პროგრამული. ჩვენ მხარს უჭერთ ამ გამოსვლას, ჩვენ აქ ვიმყოფებით, დანარჩენი ბანერები ვისაც დააქვს და როგორ დააქვს, ეს მასკი. ახალია, ცუდია, კარგია, შედეგიანია, განსაჯოს ხალხმა. ჩვენი საქმე არ არის ჩვენი საქმის ქება, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. პრეზიდენტი ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რაზეც შეთანხმებულები ვართ, ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტიკური დევნა და სანქციები, როგორც ინსტრუმენტი. ოპოზიციის ერთობის მცდელობის მიღმა ქართული ოცნება ქვეყნის დაზიანებაში ლიდერობაზე შეჯიბრსაც ხედავს. ამ რბოლაში კი გუშინდელი აქციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დამარცხებულად გამოაცხადეს. სახელმწიფო გუნდში არც ოპოზიციის მხარდამჭერთა უკმაყოფილება უკვირთ, რადგან ოპოზიციას მათთვის შესათავაზებელი აღარაფერი აქვს. დაძაბულობა შიგნიდან აღარ არის. ზემოდან არის, ზედაპირზეა რაღაც ფუთფუთი ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთი მთავარი პრინციპით, რომელი უფრო მეტი დამანგრეველი ძალის მქონია სააკაშვილი, გარეთ რო იყოს და მისი მიმდევარი ლევან ხაბეიშვილი თუ სალომე ზურაბიშვილი. მადამ ფრანცუჟენკას რაღაც გაუგებარი, რა ქვია, ინიციატივები. მე მგონი ამათ ეკაიფება. მე მიმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა. ეგრეთ წოდებული თვითმარქვია პრეზიდენტის უკან რომ სააკაშვილის ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატები. ვინმე გააპროტესტეთ? არა. ამის შემდეგ რომელიმე რომ გამოხვალ და იტყვით რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართო, არავინ დაგიჯერებთ ჩემო მეგობრებო. ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს, არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოღალატეობრივი ჯგუფი. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო,
ასევე იმ რადიკალური დაჯგუფების წევრებისთვის არ არის საინტერესო. ის იყო მაშინ საინტერესო მათთვის, როდესაც მას ჰქონდა სტატუსი. კოორდინაციასა და ერთიან პლატფორმაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. არაერთი შეხვედრაც გაიმართა 31-ის აქციაც დაიგეგმა და კონკრეტული გეგმის წარდგენის მოლოდინიც გაჩნდა, თუმცა აქციაზე შეკრებილებს სალომე ზურაბიშვილმა პატიმარი სააკაშვილის ბანერების ფონზე უთხრა, რომ შეთანხმებული მოქმედებების შესათანხმებლად ახალ პლატფორმას ქმნის.